ჩვენ ვთხოვთ, რომ ჩვენი ზუგდიდელი აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია იყოს განთავისუფლებული ყველანაირი სანქციის გარეშე. ჩვენ გუშინ მთელი ღამე ვიყავით ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში და აბრალებენ დაუმორჩილობა პოლიციის და მცირე ხულიგნობა, რაც სისულელეა, იმიტომ რომ ჩვენ, იქიდან დავიწყო, რომ მე უკვე 2 კვირა ზუგდიდში ვარ, ვატარებ მშვიდობიან შეხვედრებს მოსახლეობასთან, ვისაც აქვს სურვილი ჩემთან შეხვედრის და დაგვსდევს გადაცმული პოლიციელები დაგვსდევენ მანქანით, ჩვეულებრივ მანქანით, პროვოკატორებს ეძახიან, მერე გამოჩნდებიან ერთ შეხვედრაზე, გამოჩნდებიან მეორე შეხვედრაზე, მესამე შეხვედრაზე, გუშინ ასე იყო ძალიან შემაწუხებელი და პროვოკაციაზე მოდიან და გვისლიან ხელს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. ეს არის ყველანაირად დაუშვებელი, ეს არის უკანონო და ასეთი ფორმები მიიღო, რომ გუშინ საღამოს ჩვენები რომ მიადგნენ მანქანაზე გითხეს ვინც ახარ და ასე შემდეგ გამოჩნდა რომ ის იყვნენ პოლიციელები გადაცმულები და ჩვენ რომ მოვიტხოვე უკვე დახმარება სამართალ დამცველებისაგან ისინი მოვიდნენ და ამის მაგივრად რომ დააკავეს ეს 2 ადამიანი რომელიც უკანონო ქმედებაში იყვნენ შემჩნეულები დააკავეს ჩვენი 3 ადამიანი არავინ არ შემაჭერებს ჩვენ ვაგზელებთ ჩვენს კამპანიას, როგორც არის დაგეგმილი. ძალიან გავჭირდებათ მათ პროვოკაციის გაკეთებას, იმიტომ რომ თვითონ ხალხი ვისაც ხდება, უკვე ძალიან განერვიულებულია ასეთ მიდგომაზე, ასეთ დაშინებაზე, ტერორზე, მე მოსყიდვაც იქნება, ზეცოლაც არის და იქნება ასევე ძალადობა მოსალოდნელი და ვთხოვ ყველას, არა მარტო ჩვენს მთავრობას, რა თქმა უნდა პირველ რიგში, მაგრამ ასევე საერთაშორისო პარტნიორებს და საერთაშორისო დამკვირვებლებს, ვინც უკვე იწყებს მონიტორინგს, რომ ამ პროცესს ძალიან კარგად გადახედონ, იმიტომ რომ ასე მუშაობა არის შეუძლებელი, ეს არის ყველანაირი კანონის დარღვევა და ამაზე რეაგირებას ვთხოვთ სასწრაფოდ. არ გამიორდეს, რაც იყო ოქტომბერში, ნოემბერში, რაც აქ ზუგდიდში სხვერპლი მოხვა, არ დაგვავიწყდეთ და არ მინდა რომ ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ასეთი რამ მოხდეს.